მოგესალმებით კვლავ Top Speed-დან. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება intake. Cold air intake, როგორც ამას ბევრი ეძახის, მაგრამ intake-ებშიც ძალიან ბევრი განსხვავება არის და მოდი დღეს განვავრცოთ რა რისთვის არის, რა როგორ მუშაობს და რომელი ჯობია. მოკლედ, ეხლა ვისაუბროთ რისთვის არის intake და cold air intake, როგორც ეძახით ხოლმე თქვენ. და ავხსნათ რამოდენიმე ფაქტი, ასე ვთქვათ, რა შედეგს ვიღებთ ჩვენ, როდესაც ვაყენებთ ავტომობილზე intake-ს. პირველ რიგში იზრდება ძრავის რესპონსი, ანუ გრძნობელობა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძრავი იღებს ცივ ჰაერს და როგორც ვიცით, ცივ ჰაერში არის უფრო მეტი ჟანგბადი და შესაბამისად, უფრო მეტი ჟანგბადი ნიშნავს კარგ ბენზინის და ჰაერის ნაზავს. კარგი ბენზინის და ჰაერის ნაზავი გვაძლევს უკეთეს აფეთქებას. ხოლო უკეთესი აფეთქება ძრავში და სწორი აფეთქება, როგორც ვიცით, ნიშნავს უფრო მეტ ცხენის ძალებს. მოკლედ, ბევრი რო არ ჩაუღრმავდეთ ტექნიკურ ნაწილს, აქ გვაქვს Kyostars cold air intake. ნახოთ, რისგან შედგება ამ ბრენდის intake. ეს არის cold air intake-ის კიტი, რომელიც არის განკუთვნილი N55-ისთვის და მიდის მეორე, მესამე და მეოთხე სერიებზე. მილი, რომელიც არის შეღებილი თერმულად, თავის ბრენდირებით. ასევე გვაქვს ჭანჭიკები და ეგრეთ წოდებული რეზინები და ეს რეზინები რისთვის არის, მაგასაც გეტყვით. აქ არის ასევე Kyostars ფილტრი, რომელიც საკმაოდ კარგი ხარისხისაა, მინდა ვთქვა. და ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, რაც ამ კიტს მოყვება. ხშირ შემთხვევაში, როდესაც კუსტარულად ვაკეთებთ ხოლმე cold air intake-ს და ჩვენ ეს ქართველებს ძალიან გვიყვარს, არ უკეთებთ ეგრეთ წოდებულ ჟარგონულად ვიტყვით პერეგაროტკას, ასე ვთქვათ რა, ანუ არ ვიცავთ ფილტრს ძრავისგან წამოსული ცხელი ტემპერატურისგან და ამ შემთხვევაში რა ხდება, მე მგონი ძალიან მარტივი მისახვედრია, ძრავში ასე ვთქვათ ხელნაკეთ ფილტრს შეაქვს ცხელი ჰაერი და ხშირ შემთხვევაში ეს უკუშედეგს გვაძლევს ხოლმე. მოკლედ, აქ არის მოცემული სრული კიტი და მინდა ასევე ვთქვა ისიც, რომ ძალიან მარტივად ყენდება, ანუ შეგიძლიათ რომ თქვენი ხელით დააყენოთ ავტომობილზე. თან ცოტას გაერთობით კიდევაც. აქ არის რეზინები და სამაგრები და ანუ ბოლტონია რა, შეიძლება ითქვას. პირდაპირ მიდის, არაფერს გადაკეთება არ სჭირდება და თან ჩვენ ასევე ვიდეოსაც გაჩვენებთ, როგორ ლამაზად დგება ავტომობილზე და ასე ვთქვათ, ვიზუალურადაც საკმაოდ ისეთი მიმზიდველი არის. მოკლედ, არსებობენ ადამიანები, ვისაც მოსწონთ და უყვართ პრემიუმ ხარისხის ფილტრები. ამ ფილტრზე შემიძლია იმის თქვა, რომ საკმაოდ ხარისხიანი არის, მაგრამ თუ თქვენ გააქვთ იმის სურვილი, რომ გეყენოთ პრემიუმ ხარისხის ფილტრი, Top Speed-ში არის ზუსტად ესეთი ფორმის და ტიპის K&N-ის ფილტრებიც. მოკლედ, თავისუფლად შეგიძლიათ ამ კიტზე დააყენოთ K&N-ის ფილტრიც. თავმაც შემიძლია ვთქვა ისიც, რომ ეს ფილტრიც ძალიან კარგად მუშაობს და მეტიც ირეცხება და მრავალჯერადი არის. K&N-ივით მთელი ცხოვრება ვერ გექნებათ, მაგრამ საკმაოდ დიდხანს იმუშავებს. და რა თქმა უნდა, ისეთ ადამიანებზეც უნდა ვისაუბროთ, ვისაც არ უყვარს ხოლმე თავის ავტომობილზე ზედმეტი ტიუნინგის დაყენება, ან უფრო რაღაც ქარხნულად უყვარს თავისი ავტომობილის კაპოტქვეშა სივრცის შენარჩუნება. ესეთი ადამიანებისთვის შეგახსენებთ, რომ Top Speed-ში K&N-ის ფილტრების ძალიან დიდი არჩევანი არის. მოკლედ, ყველანაირ ავტომობილზე აქვთ თითქმის და შეგიძლიათ მობრძანდეთ და შეიძინოთ ესეთი ფილტრი, რომელიც ქარხნული ფილტრის კორპუსში დგება. ეხლა კი ვისაუბროთ ისეთ ადამიანებზე, ვისაც თავის ხელით უყვარს რაღაცეების კეთება. მოკლედ, cold air intake-ების ძალიან დიდი არჩევანია Top Speed-ში, რისი ნახვაც შეგიძლიათ Top Speed-ის ვებგვერდზე, მაგრამ თუ ვებგვერდზე არ არის თქვენი ავტომობილისთვის განკუთვნილი intake, შეგიძლიათ თქვენი ხელით ააწყოთ. მოკლედ, აქ არის ყველაფერი. ალუმინის მილები, სილიკონები, სხვადასხვა გადამყვანები, ასევე ამ გადამყვანებზე და მილებზე მოსარგები, ფილტრები, ხამუტები. მოკლედ, სადამდეც თქვენი ფანტაზია გაგყვებათ, იქამდე შეგიძლიათ მოიფიქროთ და თქვენი ხელით თქვენ თვითონ ააწყოთ cold air intake. მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ cold air intake-ს აუცილებლად საიდანღაც უნდა მისდიოდეს ცივი ჰაერი. რომ ძრავის შიგნით არსებული ცხელი ჰაერი არ ისუნთქოს. შესაბამისად, გამზადებული კიტები ხელით გაკეთებულს ჯობია იმით, რომ ის გათვლილია უკვე იმისთვის, რომ
ცივი ჰაერი აიღოს იქიდან და ეგრეთ წოდებული აი შემოღობილია, ასე ვთქვათ, ძრავის სივრციდან, რომ ცხელი ჰაერი არ აიღოს. გაითვალისწინეთ ეს და რა ვიცი, ყველას ბევრ ცხენის ძალებს გისურვებთ.